მოგესალმებით დიანა, მივესალმები ტელემაყურებელს. ესე იგი, პაპუაშვილი და პაპუაშვილის პირით ქართული ოცნება, რა თქმა უნდა, სულ მუდამ ეძებს მიზეს, შარზეა, შეიძლება ითქვას, პოლიტიკურ შარზეა, რომ იპოვონ რაღაცა მიზეზი, რის გამოც ევროკავშირს აუხირდებიან, ან მის ცალკეულ სახელმწიფოებს აუხირდებიან, ცალკეული ქვეყნის მთავრობების მიმართ თავდასხმას არ დაიშურებენ და ასე შემდგომ. თუ გავიხსენებთ ჩვენ გზას ჩვენსას, აი ამ წლების განმავლობაში ევროკავშირისაკენ როგორი რთული გადაწყვეტილებებით მივედით, მე მახსოვს ძალიან კარგად, როცა გაჩნდა აი ეს შესაძლებლობის ფანჯარა, რომ საქართველოსთვის, უკრაინისთვის, მოლდოვასთვის გახსნილიყო კარები, გზა ამ მიმართულებით ევროკავშირისაკენ, მაშინ საქართველოს არ უნდოდა განაცხადის შეტანა. და გახსოვთ, დიდი ვნებათა ღელვა მოყვა მაშინ ამ ამბავს, ისინი ამბობდნენ, რომ ჯერ ჩვენ არა ვართ ჩამოყალიბებული ამ საკითხთან დაკავშირებით ამისთვის და შემდეგ თქვენ სხვათა შორის პოსტფაქტუმ რომ ეს ხაფანგი იყო მე შეაფასეს ხაფანგად, მაგრამ ამ ყველაფერს ხომ აქვს თავისი მიზეზი, ისინი ხან ამბობდნენ, რომ თითქოს ამის სანაცვლოდ ვინმე რაღაცა ომში ჩათრევას უპირებდა საქართველოს, რაღაცა შეთქმულების თეორიები შეთხზეს, ამით კვებეს საზოგადოება, მე რაღაც მომენტში თქვეს, რომ ისინი აჩერებდნენ ევროკავშირში გაწევრიანებას, რასაც ასევე დიდი ვნებათა ღელვა მოყვა საქართველოში, ქართული საზოგადოების მხრიდან და ისინი მუდმივად აი ამ აწვალებენ ამ თემას შეიძლება ითქვას და ამ პერიოდში დღეს და გუშინ რა განცხადებებიც კეთდება, ჩვენ ხედავთ იმას, რომ ქართული ოცნება ელოდება რა ერთის მხრივ იმას, რომ ჩვენ არათუ წინსვლა გვექნება და წინ გადადგმული ნაბიჯები ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით, არამედ იქნება შესაძლოა სერიოზული სანქციები და ამ შემთხვევაში შეიძლება სანქციის ქვეშ აღმოჩნდეს ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი, რაც ძალიან მძიმეა საქართველოსთვის, საქართველოს მოსახლეობისთვის. ამისთვის ამზადებენ ერთის მხრივ ნიადაგს და მეორე, რაც ჩემთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია მთელი ამ ხნის განმავლობაში, რომ თავის დროზე მათ იმიტომ არ უნდათ ამ განაცხადის გაკეთება. ამ წლების განმავლობაში ისინი იმიტომ იქცეოდნენ ძალიან გამომწვევად და თავხედურად, რომ ევროკავშირს ან თავად ეთქვა უარი ჩვენზე, საქართველოზე ჩაექნიათ ხელი მათ, ან ქართულ ოცნებას მისცემოდა საბაბი, რომ როგორმე ამ ეგრეთ წოდებული ხაფანგისგან უკან გამოსულიყო. არის თუ არა ახლა ასეთი ვითარება, იმიტომ რომ არც ოფიციალური შეხვედრების, ასე ვთქვათ, მაღალ დონეზე შეხვედრები არის, არც ეს ინტეგრაციის პროცესი არ გრძელდება და სწორედ ვიზა ლიბერალიზაციის თემა კონკრეტულ პირთა წრეზე კი არა შეიძლება თუ არა მთელ ქვეყანაზე გავრცელდეს, ეს ან რა შეიძლება მოხდეს ამ მიმართულებით, ეს დიალოგია ახლა წამოწყებული. ანუ არის თუ არა ის მოცემულობა, როცა მათ შეუძლიათ თქვა, რომ აი თავად რაღაცნაირად ხელი გაიშვირონ, მოკლედ. ხო, ხელს მუდმივად იშვერენ. მუდმივად, კი. არ უჭირთ არც ერთ სიტუაციაში, რომ ლანძღვა გინების უფრო კატეგორიულები იყვნენ, ვიდრე შეიძლება ითქვას შეფასდეს როგორც ხელის გაშვერა. კატეგორიულობა აკლდათ არასოდეს, მაგრამ ჩვენ უნდა დავსვათ შეკითხვა ალბათ. ზოგადად რატომ აყოვნებენ ამ პროცესს და რატომ ცდილობენ მუდმივად გაჩერებას, მუდმივად რაღაც მიზეზების გამოძებნას. ამას ხომ აქვს თავისი მიზეზი. აი რატო? ეს მიზეზი რა არის? მათ არ უნდათ, რომ საქართველო აღმოჩნდეს სხვა პოლიტიკურ განზომილებაში. რატო არ უნდათ? არა იმიტომ, რომ ზოგადად არ უნდათ, რომ ბენეფიტები მიიღონ აქედან, თვითონაც იარონ, გნებავთ ოფიციალური ვიზიტებით, გნებავთ არაოფიციალური ვიზიტებით, ფინანსური დახმარებები და ასე შემდგომ. ერთი, რომ მათ არ უნდათ რეფორმების გატარება, ისეთი რეფორმებისა, რომლებიც ერთგვარად საფრთხეს უქმნის მათ ხელისუფლებაში დარჩენას.
იმიტომ რომ არჩევნების ნორმალურად ჩატარება, ნორმალური სასამართლო, ინვესტიციების ნორმალურად შემოსვლა და ასე შემდეგ. მათ გემოზე ვერ მოიქცევიან ქვეყნისში. სხვა ვითარებას აჩენს და მათ აღარ აქვთ ხელში იმდენი ბერკეტი, რამდენიც შეიძლება ქონოდათ, ან თუ კონფლიქტურ სიტუაციაში არიან, ისინი ერთგვარად ზეწოლას აჩერებენ დემოკრატიულ უკუსლასთან მიმართებაში და მეორე, ეს არის, მე ვფიქრობ, გადამწყვეტი და მთავარი, რომ ისინი გარკვეულწილად რუსეთის დაკვეთას, რუსეთის სურვილებს მიყვებიან. ჩვენ რაც ვნახეთ მაგალითად სხვა ქვეყნებთან მიმართებაში, როგორი მძაფრი რეაქცია ჰქონდა რუსეთს, ამ დაკავშირებით რუსეთის პოზიცია ნიშნავს თუ არა, რომ ასეთი არაფორმალური საუბრები შეიძლება საჯარო არა, მაგრამ ასეთი არაფორმალური საუბრები რაღაც არხებით მათ ჰქონდათ ხელისუფლება. სწორედ აქეთკენ მივდიოდი, იმიტომ რომ რუსეთმა, რუსულმა პოლიტიკამ მიიღო დარტყმა გარკვეულწილად, იმიტომ რომ სომხეთი, რომელსაც მანამდე არ ემჩნეოდა, ვთქვათ ხო, ასეთი ნიშანწყალი, დგამს ძალიან თანმიმდევრულ და პრაქტიკულად სრულიად ისეთ ნაბიჯებს, რომელიც მას აცილებს იმ სივრცეს, რა სივრცეშიც აქამდე იგულისხმებოდნენ რუსული გავლენის სივრცეს და აახლოებს დასავლურ სივრცეს პოლიტიკური თვალსაზრისით და რა თქმა უნდა რუსეთი ამაზე ღიად გამოხატავს თავის გულის წყრომას. და ამ შემთხვევაში ქართული ოცნება ბიძინა ივანიშვილი, აი შალვა პაპუაშვილის პირით იქნება თუ ირაკლი კობახიძის პირით, სწორედ რუსეთს უგორებს კოჩს ამ შემთხვევაში. რომ სომხეთმა თუ წინ გადადგა ნაბიჯი და ასე ვთქვათ უკვე ევროკავშირისკენ განაცხადი მათთვის რეალურია, აი საქართველოს რომლისთვისაც ეს გზა უკვე გავლილი იყო, ამ გზიდან ისინი მზად არიან რომ უკან გადმოდგან ნაბიჯი. საინტერესო რა არის იმ საზოგადოებაში, რომელიც ყოველ შემთხვევაში ეს კვლევებით არ მომხდარა ამის გადახედვა, რომ ეს ასე არ არის, რომლისთვისაც ევროინტეგრაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი ევროკავშირში ინტეგრაცია და ყველა კვლევით ეს ყოველთვის იდგა, ასე ვთქვათ, მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა იმ საზოგადოებაში არის თუ არა სარისკო, იმიტომ რომ თუნდაც მათივე 28 ნოემბრის განცხადება, რომელზეც ამბობენ რომ სხვანაირად გაიგეს, ასე არ ვთქვით, ისე არ ვთქვით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი რაღაცნაირი ასე ვთქვათ ცეცხლის შემოტანის ეფექტი ჰქონდა მაშინ და როგორი ტიპის აქციები მოხდა, ამას თავადაც კარგად ახსოვთ. ბუნებრივი, ანუ მაშინ რისკავენ თუ არა, თუ თან ამას აკეთებენ და თან ნელ-ნელა ისინი ამ წლების განმავლობაში ევროსკეპტიციზმის გაღვივებით და ამ ტიპის განცხადებებით ცდილობენ, რომ ნაკლები მღელვარება მოჰყვეს ამ ტიპის გადაწყვეტილებებს. რა თქმა უნდა და ცდილობენ ერთი მხრივ რომ საზოგადოებას გაუჩინონ გარკვეული სკეპსისი, დაღალონ საზოგადოება ამ ყველაფრით და ისე გადადგან ნაბიჯები, თორემ ამ ხნის განმავლობაში ჩვენ რას აღარ ვისმენთ. ამ ბოლო პერიოდში მოვისმინეთ ის, რომ ჩინეთი არის ის ქვეყანა, რომელიც იცავს საქართველოს სუვერენიტეტს, რომელიც არის საუკეთესო პარტნიორი, რომელიც მზად არის, რომ საქართველოს დაეხმაროს ყველაფერში, რაშიც ბევრი კითხვის ნიშანია, მათ შორის ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებაში, სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და 1000 უბედურებას აბრალებენ ჩვენს პარტნიორებს, ევროპის ქვეყნებს, ხანდახან ამერიკის შეერთებულ შტატებსაც, როცა ამის ეს ერთგვარი ასე ვთქვათ ნიშანი მიეცემათ ხოლმე მათ და ხედავთ იმას, რომ ისინი ცდილობენ, რომ დაარწმუნონ საზოგადოება, რომ იქ ცხოვრება ძალიან მძიმეა, რომ ევროპის ქვეყნებს ძალიან გაუჭირდათ, ფასებთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემებია, მანამდე გაზთან მიმართებაში, სამხედრო საფრთხე და ასე შემდგომ. სულ ცდილობენ, რომ ის განწყობა, რაც ქართულ საზოგადოებაში არის ევროპული სივრცის მიმართ, რომ როგორმე ნეგატიურისკენ შეცვალონ და თუ სადმე გაყიდიან ამას, რა თქმა უნდა, ამას მუდმივად ცდილობენ. ყველა მათი ასევე ისინი ეცდებიან თუ არა დღესაც გამოჩნდა ამის ნიშნები, რომ კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიებსაც მოუწოდა, რომ აი რადიკალებმაც დააფიქსირონ თავისი აზრიო და შეფუთონ საზოგადოებაში ისე, რომ ევროკავშირში წევრობა ჩვენი ახალი ქვეყნებისთვის იქნება ხმის უფლების გარეშე, იქ ვეტოს უფლების გარეშეა საუბარი, რომ ხმის უფლების
გარეშე და აი ნახეთ როგორი ოპოზიცია გვყავს, რომელსაც უნდათ თუნდაც ხმის უფლების გარეშე რაღაც სუვერენიტეტის და თავმოყვარეობის, პოლიტიკური თავმოყვარეობის განცდის გარეშე არიან. რაღაც ასე შეფუთონ ეს ყველაფერი ვიმეორებ დღევანდელ ბრიფინგზე ჩანდა თუ არა ეს მათ შორის ეს მიმართულება. ისინი ამას ეცდებიან, მაგრამ მე არ მახსოვს არც ერთხელ მათი კრიტიკული დამოკიდებულება იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენს სუვერენიტეტს ყოველდღიურად დემონსტრაციულად ლახავს და ეს არის რუსეთი, ხო? არც ერთი განცხადება. მე საოკუპაციო ხაზთან ჩასულებიც კი არ მახსოვს ეს თანამდებობის პირები, რომლებიც დღეს ბიძინა ივანიშვილს ყავს არენაზე წინ წამოწეული. რაც შეეხება ევროკავშირში წამოწყებულ ამ მსჯელობას, ამასაც ხომ რაღაც თავისი მიზეზი აქვს და ამაზეც უნდა დავსვათ შეკითხვა. რატო გაჩნდა ევროკავშირში ამის აუცილებლობა? არ ვიცით რა გადაწყვეტილებამდე მივლენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც გარკვეული საუბარი გაჩნდა. იმიტომ რომ პროცესი ძალიან დაჩქარდა. და ამ დაჩქარებულ პროცესში ამ წლებით დაცადონ მათი ხო, ერთი და მეორე მათ აქვთ ერთგვარი იმუნიტეტის შექმნის მცდელობა, რომ მაგალითად ორბანის მაგვარი ტიპები, ბიძინა ივანიშვილის და შალვა პაპუაშვილის მაგვარი ტიპები არ შეძვრნენ, არ კონდეთ იმის შესაძლებლობა რომ მიიღონ გარკვეული წევრობა და მე შიგნიდან სცადონ მათ, ასე ვთქვათ, ჯოხის ჩადება ყველანაირ ბორბალში. მაგალითად სიტყვაზე ალბათ დღეს სანდუა ხვალ არავინ არ იცის ვინ იქნება და ასე შემდეგ ეს გამოწვევაც ხომ არა თუნდაც იმიტომ რომ ეხლა ეს პერსპექტივა რამდენხანს გაგრძელდება ეხლა რამდენად მალე იქნება ეს ვთქვათ ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში კონკრეტულ ლიდერებზეა ჯერჯერობით და არა სიმყარე არ აქვს ამ ევროპული წესებისადმი ერთგულებას. ამ турბულენტურ დროში, რა თქმა უნდა, უნდათ მეტი სიმყარე, მეტი დაცულობა, უსაფრთხოების მეტი გარანტიები და პოლიტიკის განხორციელების მეტი მექანიზმები. და თუ ისინი ხედავენ გარკვეულ საფრთხეებს, ამ საფრთხეების თავიდან აცილებაზე ფიქრობენ. კიდევ ვიმეორებ, რა ფორმას მიიღებს ეს და რა სტადიამდე მივა, მე ეს არ ვიცი, მაგრამ სამწუხაროდ რეალობა ჩვენ გვაქვს ისეთი, რომ სანამ ქართული ოცნება გვყავს ხელისუფლებაში, ჩვენ წინ ნაბიჯებს ვერ გადავდგამთ. მაგალითად ისინი ამბობენ, რომ აი შენი იომე და მე ხმასაც კი არ მოგცემ, ვითომ ასე გადათარგმნეს, ხმის უფლებასაც კი არ მოგცემ. მაგრამ ამ დროს მოლდოვა არაფერს არ ომობს და ისე მიდის ამ გზაზე, ხომ? უკრაინისგან განსხვავებით, ასე რომ სუტყუილებით ცდილობენ ქართული საზოგადოების გამოკვებას და კიდევ ვიმეორებ, ეს სუვერენიტეტზე გაუთავებელი ლაპარაკი, თითქოს ეროვნულ სიამაყეზე ლაპარაკი, რომელ ეროვნულ სიამაყეზე შეიძლება ლაპარაკი ქვეყანაში, სადაც პარლამენტი არ პარლამენტობს, იმიტომ რომ ის არის აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვნად დამონებული ქართული ოცნების ხელისუფლებას, არაფორმალურ ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილის სახით. პრემიერ-მინისტრი არ არსებობს, იმიტომ რომ პრემიერ-მინისტრი დღეს კობახიძე იქნება, ხვალ უცებ გაიღვიძოს და თვითონ მეორე კაცი ვარ, რომ თავადაც კი ბატონო, თვითონაც მოგახსენა ამ ცოტა ხნის წინ. ქვეყანა რანაირად შეიძლება თავმოყარეობაზე ლაპარაკობდეს, სადაც ბავშვების უდიდესი ნაწილი შიმშილობს, სადაც ფასები ისე გაძვირდა, რომ ადამიანებს ელემენტარულად აღარ შეუძლიათ ყოველდღიურ საჭიროებებთან გამკლავება, სადაც განათლების სისტემა ისე მოშალეს, რომ აი ახლა ეროვნულ გამოცდებზე ჩვენ ეროვნულ კატასტროფას ვნახავთ, იმიტომ რომ არის დარიეს ყველაფერი და აბსოლუტურად ვერ მოაწესრიგეს და არ მოაწესრიგეს, იმიტომ რომ არ გაუაზრებიათ არაფერი, ისე წავიდნენ ამ მიმართულებით. რომელ ეროვნულ თავმოყარეობაზე ვლაპარაკობთ, როდესაც ის კადრები გავრცელდა, რა კადრებით ჩვენ ვნახეთ პოლიციაში და თითქოს წინა ხელისუფლებას ისინი მხოლოდ ამით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი თემა ეს იყო, რომ იქ იყო ძალადობრივი სისტემა და თითქოს ესენი ამ გზას აღარ მიყვებოდნენ, მაგრამ ჩვენ ეს ვნახეთ, ეს გასაჯაროვდა და რამდენი რამ არ გასაჯაროვდა, ეს არავინ არ იცის. როგორ შეიძლება თავმოყარეობაზე, ეროვნულ და სახელმწიფოებრივ თავმოყარეობაზე ლაპარაკი, როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, სუსის ხელმძღვანელი, თავდაცვის მინისტრი და არ მთავრდება, ხომ? დღესაც ახალი ბრიფინგი ჰქონდათ,
უზარმაზარ თანხებს ნთქავენ, შეიძლება ითქვას, იმ თანხებს, რომელიც ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობას უნდა ხმარდებოდეს და მიაქვთ საკუთარი ჯიბეებისთვის და არა ის, რომ საქართველოში გაჩნდეს სერიოზული პერსპექტივა. რომელიც იყო ასევე რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელის მხრიდან, რომელიც 8 წელი უწყებას ხელმძღვანელობდა რამხელა სქემაზე იყო კორუფციის სქემაზე ვიღაც გაქცეული, ვიღაცები. კი ბატონო, ვილაპარაკებთ ამ ეთერშივე ამ თემაზე. ანაკლიასთან დაკავშირებით რამდენი წელი ატყუებენ ხო საზოგადოებას, რომ თითქოს იწყებენ, ხან რაღაცას მიჩიჩქნიან, მოჩიჩქნიან ამ ანაკლიის მიმართულებით და ანაკლიის სახით მათ საქართველოს დაუკარგეს სწორედ უსაფრთხოების და ეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გარანტი და საყრდენი და აი ამდენი რამე არ ვიცი ხა რომელი ერთი მიმართულებით უნდა ჩამოვთვალოთ, გავიდნენ საქართველოს რეგიონებში, გავიდნენ სოფლებში და ნახონ რა მდგომარეობაში არიან ადამიანები. შეხედონ რეალურად ცხოვრებას, რა დღეში ჩააგდეს საქართველოს. საქართველოს მოსახლეობა და ოჯახი არ დარჩა ქვეყანაში, რომელიც არ ფიქრობს, ან უკვე წასული არ არის სანახევროდ საზღვარგარეთ უცხოეთში გარიდებული და ან არ ფიქრობდეს ხვალდაზე გამნაბიჯის გადადგმას და ამჯერად უკვე ოჯახებიანად მიდიან და პატარა ბავშვები სკოლებიდან გამოყავთ და მიყავთ. აღარაფერს ვამბობ ჯანდაცვის სისტემაზე, რომელიც სამწუხაროდ ისე მოარღვიეს, რომ ხალხი მიდის და ბარდება აი ამათგან ნაგინებს, საფრანგეთს თუ სხვა ქვეყნებს, რომ როგორმე იქ სამედიცინო დახმარება მიიღონ და თავიანთ პრობლემებს გაუმკლავდნენ. ეს ქვეყანა შექმნა ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ და ამას გვაგუებენ და გვეუბნებიან, რომ ეს ამით უნდა ვიამაყოთ ჩვენ, რასაც მივაღწიეთ თურმე და ამაზე უკეთესი არც უნდა გვინდოდეს და არც უნდა ვიბრძოლოთ ამისთვის. ნუ რას უკაცრავად ბატონებო, ნუ რას უკაცრავად საქართველოს არის უმნიშვნელოვანესი ქვეყანა, მათ ჩამოტოვეს რეგიონში წაართვეს პირველობა საქართველოს და ლიდერობა, მაჩანჩალა ქვეყანად აქციეს და არა მარტო რეგიონში, საერთოდ დემოკრატიული სამყაროს თვალში ის რაღაცა სრულიად ოდიოზურ ქვეყნად ჩამოაყალიბეს, მაგრამ მე არ ამგონია, რომ საქართველოს მოსახლეობა, საქართველოს ახალგაზრდობა და დიდ უფროსი თაობის ადამიანებიც, ვისაც უბრძოლიათ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის, რომ ამას შევეგუებით, რომ საქართველო იყოს რუსეთის უკანა ეზო, მაჩანჩალა ქვეყანა, რომ განვითარების მხოლოდ ეს დონე კონდეს, რა დონესაც ჩვენ ეხლა რა დონეზეც ეხლა ჩვენ ვართ და მაშინ სოციალური დახმარებების მიმღებთა რაოდენობა ხან გაზარდონ არჩევნების წინ, ხან არასაარჩევნო პერიოდში შეამცირონ და ეს იყოს მათი პოლიტიკური იარაღი მხოლოდ და მხოლოდ. ეს არის ძალიან სამარცხვინო მდგომარეობა. ამ მდგომარეობაში ვერც სუვერენიტეტის დაცვაზე, ვერც უსაფრთხოებაზე და ვერც ვერანაირ ადამიანურ დაცულობაზე და დღეს ახსენეს ასევე 78 მუხლი, როგორ ფიქრობთ რა ბერკეტი არსებობს, ვიდრე საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰყავს ქართულ ოცნებას, რომ რაღაცნაირად რევიზია გააკეთოს ამ ჩანაწერის. იცით, რა თქმა უნდა, ეს ძვალი მათ ყელში აქვთ გაჩხერილი, იმიტომ რომ პარლამენტში არ ყავთ საკონსტიტუციო უმრავლესობა და ამ ცვლილებას ვერ ახორციელებენ, თორე რა თქმა უნდა, მათ ერთი სული აქვთ, როდის გადადგამდნენ ამ ნაბიჯს და ოფიციალურადაც როდის გააქრობენ ამ ჩანაწერს, მაგრამ არაოფიციალურად ჩანაწერი არსებობს, მაგრამ სამწუხაროდ ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ეს ჩანაწერი არ შესრულდეს. ყველა თანამდებობის პირი, ვინც დღეს აი ამ კონსტიტუციური ჩანაწერის საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამს, ის არის კონსტიტუციის დამრღვევი. ისინი ყოველდღიურად არღვევენ კონსტიტუციას და ამის გამო მოუწევთ აუცილებლად პასუხისგება, როდესაც ამ ქვეყანაში ნორმალური დემოკრატიული ხელისუფლება იქნება და იქნება დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლო. ძალიან დიდი მადლობა.